ბოლო წლებში მოცვი გახდა ერთ-ერთი საინტერესო მიმართულება სოფლის მეურნეობაში, ვინაიდან ის წარმოადგენს საექსპორტო პროდუქტს და მისი რაოდენობა და მოსავლიანობა ყოველწლიურად იზრდება. მოგესალმებით იბერიის მოცვის ბაღებიდან, წლევანდელი წელი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, ვინაიდან 45 ჰექტარის მოერობაში არის შესული. კრეფის პროცესში უკვე პიკს აღწევს, წლევანდელი მოსავალი 100 ტონას გადააჭარბებს, რაც გასამაგებული შედეგია შარშანეთთან შედარებით. ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურად არის ჩართული კრეფის პროცესში, დაახლოებით 250 ადამიანია ყოველდღიურად დასაქმებული და ეს რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. წლევანდელი წელი იყო გამოწვევებით სავსე, ვინაიდან ჰქონდა დაბალი ტემპერატურები, უხვი ნალექი, რამაც ხელი შეუშალა ბაღის განვითარებას, თუმცა სწორი აგროტექნოლოგიური სამუშაოების საფუძველზე მივაღწიეთ მაღალ შედეგს. ამ შედეგის მიღწევა შესაძლებელი გახდა პროფესიონალთა გუნდის მეშვეობით, სადაც წელს დავიმატეთ ესპანელი კონსულტანტი და ადგილობრივი ბაზრიდან ავიყვანეთ 2 ახალგაზრდა აგრონომი. კრეფის სეზონის დამთავრების შემდეგ დაგეგმილია სამაცივრო მეურნეობის მშენებლობა და ასევე ახალი მიწების დამატება ახალი ბაღების გასაშენებლად. ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისებაში, რათა შევძლოთ მოცვის კულტურის უფრო ეფექტურად და შედეგიანად მართვა და განვავითაროთ მოცვის სფერო საქართველოში.